მოდით გავაკეთოთ 320 ამოცანა. 320 ამოცანა. აი დახრილ სიბრტყეზე დევს R სიმაღლის ძელაკი, აი მოდით ესე იგი და ის უძრავად არის განთავსებული, აი რაღაც ესეთნაირად დავხატავ. ეს არის A და ეს არის ალფა კუთხე, ძელაკის სიმაღლე არის A-ის ტოლი, აი ეს მანძილი არის A-ის. დავხატოთ ესე იგი რა ძალები მოქმედებენ აი ამ ძელაკზე. პირველ რიგში მოქმედებს სიმძიმის ძალა mg, მოქმედებს ხახუნის ზალა, რადგან ესე იგი ეს არს რეალებს და გავითვალისწინეთ, რომ ეს არის უძრავების ხახუნის ზალა. და იმოქმედებს რეაქციის ზალა. ახლა საქმე რაში არის, რომ რადგან ხახუნის ზალას აქვს მაბრუნებელი მომენტი საათის ისრის საწინააღმდეგოდ, ეს ქვედა ნაწილი უფრო მეტად დააწვება ზედა ნაწილს, ამიტომ რეაქციის ზალა სადღაც ესე გაივლის. აი ჩავთვალოთ, რომ აი ეს მანძილი აღვნიშნოთ x-ით, რა მანძილითაც არის დაშორებული რეაქციის ზალის მოქმედების სიმძიმის ცენტრიდან და ჩავწეროთ ესე იგი ამ სხეულის წონასწორობის პირობები. ესე იგი მოქმედებს მასზე mg ზალა, მოქმედებს ხახუნის ზალა და მოქმედებს n რეაქციის ზალა, ეს ამით ჯამური ზალა უდრის 0-ს. დავაგეგმილოთ ეს ვექტორული ტოლობა ორ ღერძზე. ერთი იყოს y ღერძი, ესე იგი ვერტიკალურად პერპენდიკულარული, ესე იგი ამ დახრილი სიბრტყისადმი და მეორე იყოს x ღერძი, ესეთნაირად დახრილი სიბრტყის გასწვრივ. ნუ გვექნება ხახუნის ზალა y ღერძზე თუ დავაგეგმილებთ, ამოვარდება მექნება mg კოსინუს ალფა მინუს n უდრის 0-ს. ასე რომ n ტოლი იქნება mg კოსინუს ალფა. ეხლა x ღერძზე თუ დავაგეგმილებ, მექნება f ხახუნი მინუს mg სინუს ალფა უდრის 0-ს. ასე რომ ხახუნის ზალა იქნება mg სინუს ალფას. ჩამომასრილებელი ძალის ტოლი იქნება. ეხლა თუ ბრუნვის ღერძად მე აი ამ სიმძიმის ცენტრს ავიღებ, დავინახავ, რომ ხახუნის ზალა აბრუნებს საათის ისრის საწინააღმდეგოდ, ხოლო n ზალა საათის ისრის მიმართულებით. ამიტომ მაბრუნებელი მომენტი n ზალისა უდის მაბრუნებელი მომენტი ხახუნის ზალისა. ხახუნის ზალის მაბრუნებელი მომენტი m ხახუნისა იქნება ხახუნის ზალა გამრავლებული a ნახევარზე, ხოლო მაბრუნებელი მომენტი n ზალისა იქნება n ზალა გამრავლებული x-ზე. შევიტანოთ ამ ფორმულაში, მექნება n x-ზე უდრის f ხახუნისა a ნახევარზე. n დავადგინეთ, რომ იყო mg კოსინუს ალფა, ასე რომ mg კოსინუს ალფა უდრის ხახუნის ზალა იყო mg სინუს ალფა გამრავლებული a ნახევარზე. ხო, ეს გამრავლებული x-ზე, ეს მხარი გამომჩა აქ. ეს იგი mg სინუს ალფა და mg გაიკვეცება და x იქნება a ნახევარი სინუს ალფა გაყოფილი კოსინუს ალფაზე. ანუ x იქნება a ნახევარი ტანგენს ალფა. აი ეს იქნება პასუხი. 321 ამოცანა. ერთგვაროვან ლილს ჩამოაჭრეს 40 სანტიმეტრი. საიდან რა მანძილზე გადაადგილდება სიმძიმის ცენტრი. აი წარმოვიდგინოთ ეგეთი რაღაცა, რომ ეს იყო რაღაცა L სიგრძის ლილვი, აქ არის სათავე და სიმძიმის ცენტრი საწყისი, ესე იგი x პირველი იყო L ნახევარზე. ეხლა თუ 40 სანტიმეტრს ჩამოვაჭრით, ეს არის 40 სანტიმეტრი. ეს ახალი სიგრძე გახდება L-ს მინუს 40. და სიმძიმის ცენტრი x მეორე იქნება L მინუს 40-ის ნახევარი. ნუ ანუ ეს იქნება L ნახევარს მინუს 20. ნუ საიწაინაცვლა ესე იგი სიმძიმის ცენტრმა, ესე იგი მარცხენა მხარეას და რამდენით 20-ით. ესე იგი ეს დელტა x-ი, რასაც გვთხოვენ ჩვენ საითკენაც რამდენიც არის წანაცვლება, ეგ იქნება 20 სანტიმეტრის ტოლი და მარცხნივ გადაინაცვლებს.
332 ამოცანა. მორი წონასწორობაშია გვარლზე, რომელი ნაწილი უფრო მძიმე იქნება თუ მორს დაკიდების ადგილზე გადავჭრით. აი შეხედეთ, ესე იგი, აი ესეთი მორი არის, არაერთგვაროვანი არის, ესე იგი, იქიდან ჩანს, რომ წონასწორობაში არის უფრო აი შუიდან აქეთ მხარეს არის, ესე იგი, სიმძიმის ცენტრი. ესე იგი, ამ ნაწილის მასა აღვნიშნოთ m დიდით, ამ ნაწილის მასა აღვნიშნოთ m პატარათი. ეს იყოს m პატარა. ამის სიმძიმის ცენტრის შუაში არის, ესე იგი, mg აქ მოქმედებს და ამ დიდისი mg ამის შუაში მოქმედებს. ამას უფრო დიდი მხარი აქვს ვიდრე ამას. ამიტომ mg L1, ნუ მოდით ეს L1 დავუნიშნოთ. უდრის m დიდი g L2-ს. ეხლა აქედან mg შეფარდებული m დიდ g-ზე იქნება ესე იგი L2 L1-თან. რადგან L2 ნაკლებია L1-ზე, ეს 1-ზე ნაკლებია, ცხადია mg ნაკლები იქნება ვიდრე m დიდი g-ზე.